ეს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში სასტუმრო ჯუმაირა ჰოთელ ბიჩია. 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო სპარსეთის ყურეში, საიდანაც შაბათის ეთერის ინფორმაციით გიორგი ბაჩიაშვილის კვალი ქრება. 24 მაისს დილით გიორგი ბაჩიაშვილის ტელეფონზე ზარი შევიდა. ოლიგარქის მილიარდების ყოფილ მმართველს აბუ-დაბიში დაქირავებული პირადი ადვოკატი ურეკავდა და შეხვედრა სთხოვა. ბიზნესმენი უფლებადამცველს დათანხმდა და დღის მეორე ნახევარში სასტუმრო ჯუმაირაის მიმართულებით გაემგზავრა. როდესაც ბაჩიაშვილი სასტუმროს მიმართულებით ავტომობილით მიდიოდა, ამ დროს საქართველოში შაბათის ეთერის ინფორმაციით მისი გატაცების სპეცოპერაციისთვის სამზადისი იყო დაწყებული. სავარაუდოდ ამ დროს სუსიდან ეგრეთ წოდებული სპეცდანაყოფი უკვე აბუ-დაბიში გასამგზავრებლად ემზადებოდა. ბაჩიაშვილი სასტუმროში საღამოს 18 საათზე მივიდა. მისაღებში ადვოკატი შეხვდა და ერთ-ერთ სივრცეში სალაპარაკოდ დასხდნენ. ბაჩიაშვილის მისვლიდან 40 წუთში შაბათის ეთერის ინფორმაციით სასტუმრო ჯუმაირა ბიჩი უმძიმესი დანაშაულის ეპიცენტრად იქცა. მაგიდასთან, სადაც ოლიგარქის პირადი მძევალი ადვოკატს ესაუბრებოდა, მოულოდნელად 8 კაციანი შეიარაღებული ჯგუფი მივიდა. მათ თავი ბაჩიაშვილს პოლიციელებად წარუდგინეს და გადამოწმების მიზნით გაყოლა მოსთხოვეს. ბიზნესმენი დათანხმდა, თუმცა მოვლენები ფილმის სცენარით სასტუმროდან გასვლის შემდეგ განვითარდა. საერთაშორისო დანაშაულის შესახებ ვიდა შეთანხმებით. საერთაშორისო დანაშაული, რომელიც პირდაპირ ივანიშვილის დაკვეთით მოხდა. შაბათს 24 მაისს მე გამიტაცეს სასტუმროდან გასული ბაჩიაშვილი შეიარაღებულმა ჯგუფმა პირდაპირ ავტომობილში ჩასვა და მალევე აბუ-დაბის ერთ-ერთ განყოფილებაში მიიყვანეს. დოკუმენტები მოსთხოვეს, მაგრამ პასპორტი თან არ ჰქონდა. ამიტომ ოჯახთან დარეკვის შესაძლებლობას აძლევენ. ბაჩიაშვილი პასპორტის მიტანას ითხოვს, რადგან უთხრეს, რომ ეს ფორმალური პროცედურა იყო და პიროვნების გადამოწმების შემდეგ მალე სახლში გაუშვებდნენ. დაპირება ტყუილი აღმოჩნდა. 24 მაისის ღამეც და შემდეგი მთელი დღეც ჩვენი ინფორმაციით ბიზნესმენმა აბუ-დაბის წინასწარი მოთავსების იზოლატორში სამარტოო საკანში ისე გაატარა, რომ მასთან არც ერთი დამკავებელი პოლიციელი აღარ შესულა. იზოლატორში არ უშვებდნენ არც მის ადვოკატს. შეზღუდული ჰქონდა ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის უფლებაც. მოხდა მისი, ესე ვთქვათ, ფაქტობრივად თავისუფლების შეზღუდვა, ყველაზე ნეიტრალური პოლიციის, იმ ქვეყნის პოლიციის მხრიდან, თუ ეს იყო არაფორმალური ჯგუფები? ეს არის დეტალები, რომლებიც უნდა იქნეს ჩემი აზრით გამოძიების საგანი, მათ შორის თვითონ შეძლებს ამაზე ძალიან დეტალურად საუბარს. მე შემიძლია გითხრათ, რომ 2 დღის განმავლობაში ის იმყოფებოდა იმ სიტუაციაში, როდესაც მას არ შეეძლო, რომ ყოფილიყო თავისუფლებაზე, ანუ ადვოკატთან კომუნიკაცია არ ქონდა, ადვოკატთან კომუნიკაცია არ ქონია, არავისთან კომუნიკაცია არ ქონია. 26 მაისს დილით ბაჩიაშვილი უკვე 1000-მდე სპეცეკიპირებაში ჩაცმული და ნიღბიანი ადამიანის პირისპირ აღმოჩნდა. ოლიგარქის პირადი მძევალი ჯერ იგივე შენობის ზედა სართულზე აიყვანეს. თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ეგრეთ წოდებული კაფსულა ავტომობილით შენობიდან წაიყვანეს. ეს სპეციალური ავტომობილია, საიდანაც გარე სივრცე არ ჩანს. დახშულია ხმაც, ანუ ვერც ხედავ და არც არაფერი არ გესმის. გამიტაცეს საზღვარგარეთიდან თვალები ამიხოეს, 2 დღე თვალებახეული მატარეს, ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახის შეტყობინების და დაღაპარაკების საშუალების გარეშე. სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში საქართველოში იძულებით და უკანონოდ ჩამოყვანილ ბიზნესმენს მისი გატაცების დეტალებზე ბევრი არ უსაუბრია, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით ეგრეთ წოდებული კაფსულა ავტომობილით გიორგი ბაჩიაშვილმა დაახლოებით 30 წუთი იმგზავრა. როდესაც თვალებახვალ ბიზნესმენს სპეცეკიპირება მოხსნეს, ის უკვე ავიაკომპანია აირზენას თვითმფრინავში სავარაუდოდ სუსის დანაყოფის პირისპირ იდგა. პირდაპირ მოტაცებული ჩაწერეს აირზენას ბომბარდირის თვითმფრინავში და ყველანაირი აღსანიშნავების გარეშე ყველა კანონის დარღვევით ჩაომიყვანეს მოტაცებული საქართველოში.
შაბათის ეთერმა 26 მაისის ფრენების რადარის ჩანაწერები გაშიფრა. Ამ დღეს ავიაკომპანია აირზენას თვითმფრინავმა ბომბარდირ CRJ-200-მა ფრენა თბილისიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით ნამდვილად შეასრულა ბორტი. სერიული ნომრით 4LTGB თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შუადღით 13 საათსა და 56 წუთზე აფრინდა და გეზი სამხრეთისკენ აიღო. ირანის საჰაერო სივრცეში სად მიფრინავს სპეციალური რეისი, რომ არ გამოჩნდეს სანავიგაციო სისტემა ითიშება. ფლაირადარის მონაცემებით კი აირზენამ რეისის შესრულების დროს განაცხადში მიუთითა, რომ ფრენას თბილისი-დუბაის მიმართულებით ასრულებს. სპარსეთის ყურის თავზე აირზენას თვითმფრინავის გათიშული სანავიგაციო სისტემა ირთვება, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წუთით. როგორც კი თვითმფრინავი დუბაის აეროპორტს უახლოვდება, სისტემას ისევ თიშავს, რომ შეუძლებელი იყოს იმის გაგება, რომელ აეროპორტში დაფრინდა. ბატონო ირაკლი, გამარჯობა. ვიმბრძანდებით და რა თემაზე მირეკავს? მე მარიამი ვარ, გაფრინდაშვილი. ეს ირაკლი მეზრიშვილია, თამას გაიაშვილის ბიზნეს პარტნიორი საქართველოს ავიახაზებში. მეზრიშვილი თავადაც წლების განმავლობაში ბორტი ნომერი 1 პილოტი იყო. ის არ გვპასუხობს კითხვაზე, ვისი მითითებით გათიშეს სანავიგაციო სისტემა მფრინავებმა. ბატონო ირაკლი, ვისი მითითებით გათიშეთ აბუდაბის რეისზე ნავიგაცია 26 მაისს? ვინ მოგცათ ეს მითითება? არა, ქალბატონო, რაღაც სიგიჟეებს მეკითხები. სიგიჟეებს რატომ გეკითხებით? უკაცრავად თქვენ არარსებულია და რა არის არარსებული? საერთოდ ეცემა არარსებული. ანუ არ ყოფილა რეისი, ადასტურებს სამოქალაქო ავიაცია თავად, ბატონო ირაკლი და რა არის სიგიჟე? რას ადასტურებს? ნეოს გაშამს გაკეთება წარმოუდგენელია. გასაგებია. აქედან ხმელეთიდან ცაში არაფერი არ ეთიშება. ანუ ციდან ხმელეთზე ითიშება. ბატონო. იასე ზაუტაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ჯორჯიან ეარვეისის დირექტორი იყო, ამბობს, რომ ფრინავი მითითების გარეშე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ფლაირადარიდან როგორ ხდება ამის, ანუ მან რა манипуляცია ჭირდებათ, რომ იქ არ გამოჩნდეს? ჩემთვის რო ხელმისაწვდომი არ იყოს. რო გათიშო ხელოვნურად გათიშო სანავიგაციო სისტემა. და არ გამოჩნდება ფლაირადარი. შეუძლიათ. გასაგურულია შეუძლია. ეს სავარაუდოდ ეს გააკეთეს. იდეათობა არ მიდეს დაუშვა, მაგრამ სხვა ესე ვთქვათ. ანუ როგორ ხდება ეს ხელოვნურად გათიშვა, ვინმესთან კომუნიკაცია, ანუ რა პროცედურა? არ ჭირდება არავისთან კომუნიკაცია, არ ჭირდება. ეს არის ჩაულებრივი ესე ვთქვათ, აპარატურა დავარქვათ, რომელსაც შენ ამ შემთხვევაში მე ვინ პილოტი? ჯიპი, აი მოდი ტელეფონზე ლოკაცია რო გათიშო. ხო, ვერ ხედავ სად ახარ. GPS. ანუ ფრინავს უთხრა ვიღაცამ რომ გაეთიშა ეს სისტემა. ფრინავის გარეშე ამის გაკეთება წარმოუდგენელია. შაბათის ეთერმა გაშიფრა არა მხოლოდ ფლაირადარის ჩანაწერები, უფრო მეტი ინფორმაციის მატარებელი იარ ნავის მონაცემთა ბაზაც. გათიშული სანავიგაციო სისტემის მიუხედავად, იარ ნავი სპეციალურ რეისს თბილისიდან აბუდაბის აეროპორტთან აფიქსირებს. ამით კი ყველაფერი ცხადი ხდება. ბაჩიაშვილის გატაცების სპეცოპერაციის დროს რეისი ისე დაფრინავდა, რომ არ გამოჩენილიყო ზუსტი ლოკაცია, სად დაფრინდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე. შემთხვევით საჰაერო ხომალდზე არაფერი არ ხდება. ხელოვნურად რომ გათიშო სანავიგაციო სისტემა ფრენის დროს არსებობს მეთოდები, რითიც მაინც შეიძლება დაუშვათ სატელიტური წესი, დადგენილ იქნას ეს თვითმფრინავი სად იმყოფება კონკრეტულ პერიმეტრზე. ის მეორეა, რომ flight radars ამ პროგრამას რომელსაც თქვენც იყენებთ, ჩვენც ვიყენებთ, ნაკლები დაშვება აქვს, მაგრამ აი მაგალითად სიტყვაზე რომელიმე ქვეყნის სანავიგაციო სისტემა, რომელსაც გადაუფრინა პირობითად, იქ რადარის ჩანათულა ის დააფიქსირებდა. აბუდაბის აეროპორტში თბილისიდან ჩასული თვითმფრინავი დაახლოებით 40 წუთს ჩერდება. ბორტზე აყავთ ბაჩიაშვილი და უკან ბრუნდება. თვითმფრინავში ბაჩიაშვილს თვალს სახევს ხსნიან. ამ დროს ის აეროხომალდში შაბათის ეთერის ინფორმაციით 4 ადამიანს ხედავს.
მგზავრები ამ თვითმფრინავში არის. არა, ეს არ იყო სამგზავრო თვითმფრინავი, უბრალოდ რეისის შესრულება არ ხორციელდება. ანუ სპეცრეისი იყო ბაჩიაშვილის. ბაჩიაშვილის გარდა იმყოფებოდნენ სხვა პირები, რას ამბობთ? იმყოფებოდნენ კი. ესენი იყვნენ საქართველოს ქართულად საუბრობდნენ თუ იცით? დიახ. ესენი იყვნენ სპეცსამსახურების სუსის თანამშრომლები. მე ამაზე ინფორმაციას უბრალოდ ვერ მოგაწვით. იმ დახვდა ავიაკომპანია აირზენას ბორტზე ოლიგარქის პირად მძევალს და ვის გადააბარეს გატაცებული ბიზნესმენი. ამაზე ბაჩიაშვილს ჯერ არ უსაუბრია, მაგრამ საიდუმლო ჯგუფის წევრებმა საბედისწორო შეცდომა დაუშვეს. არც ერთს ნიღაბი არ ეკეთა და ბაჩიაშვილი ყველას ხედავდა. მგზავრობის პერიოდში მას ისევ ტომარა ჰქონდა, ანუ ამოიცნობს იმ. არა მგონია ეს შეკითხვა არ და კი, რა თქმა უნდა ამოიცნობს. ამოიცნობს, კი, რა თქმა უნდა. ესენი იყვნენ ოფიციალური უწყების წარმომადგენლები? თუ ჩვენ ვსაუბრობთ მოვლენათა იმ კასკადზე, რაზეც ისაუბრა გიორგი მსდომაზე, თვითმფრინავი სერიული ნომრით 4 LTGB რეისებს ყოველდღე ასრულებს. ეს კადრები შაბათის ეთერმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე 29 მაისს გადაიღო, როდესაც იტალიიდან იმავე თვითმფრინავით, რომლითაც ბაჩიაშვილი გაიტაცეს, რეგულარული ავიარეისი შესრულდა. ნებისმიერი ფრენის დროს სავალდებულოა ბორტზე მფრინავების გარდა ბორტგამცილებლების ყოფნაც, ამიტომ სკანდალური ფრენის ამბავს აირზენას ბორტგამცილებლებთან ვაზუსტებთ. აბუდაბის რეის გიორგი ბაჩიაშვილი გატაცებული რომ ჩამოიყვანეს. ვისი დაკვეთით შესრულდა ეს რეისი? რიგითი ბორტგამწყალი ვარ თქვენი აზრით, მექნება ეგ ინფორმაცია. კი, მაგრამ თუ ნახეთ ბორტზე უკაცრავად ფრენის დროს მინიმუმ 2 ბორტგამცილებელი თვითმფრინავში უნდა იყოს. ასე იქნებოდა აბუდაბი თბილისის რეისის დროსაც, რომლითაც გატაცებული ბაჩიაშვილი დედაქალაქში ჩამოიყვანეს. ამიტომ რიგით ბორტგამცილებელსაც და ცვლის უფროსსაც ინფორმაცია რეისზე მყოფი მგზავრების შესახებ წესით უნდა ჰქონოდა. ნებართვა ჭირდება, არ შეიძლება. და იმას არ ჭირდება, იმას ჭირდებოდა ნებართვა, რომ გაიტაცეს ადამიანები და ჩვენი კომპანია. ჩვენ გავაკეთეთ ეგ ყველაფერი. შესაძლოა მოწმეები ხართ ამ უმძიმესი დანაშაულს. გითხარით, არა ხო გითხარით, რომ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს და რით დგინდება, რომ გიორგი ბაჩიაშვილი გაიტაცეს? ის არაბთა გაერთიანებული საემიროების ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქის პასპორტით შევიდა, რაც მას ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის უფლებას 3 თვით, ანუ 5 ივნისამდე აძლევდა. ეს გარემოება სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო მის დეპორტაციას გამორიცხავს. საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე აბუდაბის ბაჩიაშვილის ექსტრადირება შეეძლო, მაგრამ ამისთვის ის უნდა დაეკავებინათ და გადაწყვეტილება სასამართლოს უნდა მიეღო, რაც არ მომხდარა. და მესამე, ბაჩიაშვილი შეეძლოთ ინტერპოლის მოთხოვნის საფუძველზე დაეკავებინათ და საქართველოსთვის გადმოეცათ, მაგრამ ინტერპოლმა საქმეში არსებული პოლიტიკური მოტივაციის გამო ბიზნესმენი ძებნიდან 1 თვის წინ ოფიციალურად მოხსნა. მთელი პროცედურა აბსოლუტურად კანონშეუსაბამო იყო. რაც განხორციელდა ის რაც ისაუბრა გიორგიმ, სწორედ ეს იყო, რომ ფორმალური პროცედურები არც ექსტრადიციის პროცედურა არ ყოფილა და არც რაიმე ტიპის სხვა ფორმალური პროცედურა, რომელიც უბრალოდ ამ გადმოყვანას რბილად რომ თქვათ, დაარქმევდა კანონიერ სახელს. ბიძინა ივანიშვილის გამტაცებულთა რაზმის მიზანი ერთადერთი იყო. ბაჩიაშვილი საქართველოში ისე ჩამოეყვანათ, რომ დანაშაულის კვალი არ დაეტოვებინათ. ამიტომ თბილისიდან გაგზავნილი თვითმფრინავი აბუდაბის აეროპორტში აფრენიდან 20 წუთში ისევ სანავიგაციო სისტემას თიშავს. იარნავის სისტემა ამ დროს აჩვენებს, რომ აეროხომალდის კვალი ომანის საჰაერო სივრცეში ქრება. ამ დროს რეალურად თვითმფრინავი, სადაც ოლიგარქის პირადი მძევალი იმყოფება, თბილისისკენ მოდის. საიდუმლო რეისი შაბათის ეთერის ინფორმაციით თბილისში 27 მაისს გამთენიისას დაეშვა. ბაჩიაშვილს მანქანა ტრაპთან დახვდა. ის სამთავრობო გამოსასვლელით გამოიყვანეს. 26 მაისს სუს რომ მქონდა ეს პერიმეტრი გადაკეტილი და რომ გატაცებული ბაჩიაშვილი რატომ გამოატარეთ? სუსი რატო აკონტროლებდა ამ საიდან გაქვთ ეგ ინფორმაცია? ეგეთ ინფორმაციას არ. ხომ აქ იყავით ბატონო გიორგი თქვენ?
ეგეთი ინფორმაცია ხო იყავით აქ, როდესაც სუსის ავტომობილი ძალიან კარგად იყვნენ აქ მობილიზებული. ძალიან კარგად იცით, ეგეთი შეკითხვებით უნდა მიმართოთ სამსახურის ადმინისტრაციას. რატომ უნდა მიმართო ადმინისტრაციას? თქვენ იყავით აქ ბატონო. ბაჩიაშვილი ჩამოიყვანეს თუ ვინ ჩამოიყვანეს, ეგ ჩემი საქმე არ არის. ეს არის ბაჩიაშვილის საქართველოში ჩამოყვანის რეალური გზა. თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პირველივე წუთიდან ყალბი ამბავი გაავრცელა. ეს კადრები და საგანგებო განცხადება ბიზნესმენის დაკავების შესახებ სუსმა 27 მაისს დილით გაავრცელა. ოხანაშვილის უწყება ამტკიცებდა, რომ კაცი, რომელიც 2 თვის წინ ქვეყნიდან სადახლოს გამშვები პუნქტის გავლით გაიქცა, ისევ იქ დაბრუნდა. ეგრეთ წოდებულ მწვანე ზონაში სეირნობდა. აქ დაინახეს შეტყობინება სუსს გაუგზავნეს. სუსის დანაყოფი ადგილზე ჩავიდა და ბაჩიაშვილი დააკავა, მაგრამ არ არსებობს მისი დაკავების კადრები. როგორც თავად აცხადებს, ის საერთოდ არ ყოფილა აღნიშნულ ტერიტორიაზე და დღეს ჩვენ ერთად მოვისმინეთ. მან განაცხადა, რომ თვითმფრინავით ის გადმოაფრინეს და მოხდა მისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადმოყვანა. ანუ სადახლო და ასე შემდეგ, რაც სუსის განცხადებაში ვკითხულობთ, ეს დოკუმენტებითაც არ დასტურდება, ხო? ჩვენთვის გავსი დოკუმენტი არ გადმოუწევს. არ არსებობს ოპერატიული პატაკი ან ოპერატიული შეტყობინება, რაც დაადასტურებდა, რომ ბაჩიაშვილი სადახლოს მიმდებარედ ეგრეთ წოდებულ მწვანე ზონაში იყო. ანუ არც საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა და არც სამართლებრივი დოკუმენტები არ არსებობს. არანაირი დოკუმენტი გარდა განცხადებისა, რომელიც გამოაქვეყნა სუსმა, არ არსებობს. მე არ მინდა სისხლის სამართლის კოდექსის თეორიული ნაწილის განმარტებებში შევიდე, თუმცა საზღვრის უკანონო კვეთად იგულისხმება, როდესაც ადამიანი სახელმწიფო საზღვარს გადაკვეთს და არა ფაქტი, როდესაც მწვანე ზონაში ხარ. მწვანე ზონა არის ნეიტრალური ტერიტორია, ეგრეთ წოდებული ნეიტრალური. თუმცა ცხადია, ამ ფაქტების ირგვლივ მე რო თქვენ უფრო დეტალური განმარტება მოგაწოდოთ, მჭირდება დოკუმენტაცია, რომელიც არ გადაუციათ არც გიორგისთვის და არც ჩვენთვის ადვოკატებისთვის. ამ ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ ავიაკომპანია Georgian Airways-ის რეისით თბილისში გატაცებული ადამიანი ჩამოიყვანეს. ავიაკომპანია ჯერ ამტკიცებდა, რომ ეს იყო კომერციული რეისი, ანუ დაუკვეთა მოქალაქემ და იფრინეს. შემდეგ განცხადებაში ჩაემატა სიტყვა ორგანიზაცია, თუმცა ავიაკომპანიის ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ განაცხადის შევსების დროს ყველა მგზავრის მონაცემები ავიაკომპანიას აუცილებლად უნდა ჰქონოდა. თუ ეს ორდინალური რეისი, რომლის შესახებ უკვე ინფორმაცია კონფიდენციალური არ არის და პირიქით მათ ევალებათ, რომ ამ რეისის მარშრუტის დღე, რომელ დღეს განხორციელდება და ვინ იქნება კონკრეტული მგზავრი ან მგზავრები, იქნას ინფორმაცია მიწოდებული, როგორც სამოქალაქო სააგენტოში, აეროპორტის თავის კომპეტენციის ფარგლებშიც ევალება, რომ ქონდეს ინფორმაცია ამა თუ იმ მგზავრის ან გადაყვანის, ან შემოსვლასთან დაკავშირებით. მაშინ უკვე აერზენასთან ხდება შეკითხვები, თუ მან იცოდა დაუშვათ წინასწარ, რომ აღნიშნული მგზავრი იქნებოდა პირობითად გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც შენ სახელმწიფოში არის ძებნაზე. მას უნდა შეეტყობინა შესაბამისი უწყებებისთვის, რომ ასეთი ადამიანის ჩამოყვანა თქვა ვიღაცა კერძო პირმა. მომართალია. რაც არ გაუკეთებია. ახლა ჩნდება კითხვა, როდესაც ავიაკომპანიამ მგზავრებს შორის ოფიციალურად ზებნილი პირის გვარი ამოიკითხა, შეატყობინეს თუ არა საგამოძიებო უწყებას. კომპანიაში ამ თემაზე არ საუბრობენ. ბოლო განცხადებაში კი წერენ, რომ კერძო პირმა, რომელმაც ფრენა შეუკვეთა, ერთი ან მეტი მგზავრი უკანა გზაზე გამოიყოლა, რისი უფლებაც ჰქონდათ. ამიტომ ახლა ავიაკომპანიაში მივდივართ იმის გასარკვევად, ვინ იყო ფრენის დამკვეთი. კითხვა მაქვს მე უბრალოდ ძებნილი პირი ჩამოიყვანა თქვენმა კომპანიამ და რატომ არ მიაწოდეს პოლიციას ინფორმაცია კომერციული რეისი არ შეიძლება შემოს კომერციული რეისი ძებნილი პირი ჩამოიყვანა ენებზე ვერ გაგცემთ პასუხს ვინ გაგცემს პასუხს არ ვიცი ავიაკომპანიის მფლობელი თამას გაიაშვილი დუმს. ინტერვიუზე უარს ამბობს კომპანიის დირექტორიც. ოფიციალურ განცხადებაში ავიაკომპანია წერს, რომ რეისი, რომლითაც გატაცებული ადამიანი ჩამოიყვანეს, კომერციული იყო. კომპანიას იმ შემთხვევაში აქვს ფრენის ყველა დეტალის გასაიდუმლოების ვალდებულება, თუ საქმე სამთავრობო რეისს ეხება. ჩარტული ფრენის დაკვეთა არის ორი სახის. შეიძლება ეს იყოს
კონფიდენციალური, რომელიც დაკავშირებულია სამთავრობო პერსონალის გადაყვანასთან, ეგრეთვე ლიტერალურ რეისთან. მე თვითონ კარგად მახსოვს, როდესაც ლიტერალურ რეისს ვახორციელებდით, მხოლოდ დაშვება ამ ინფორმაციის საკითხაზე, ქონდა 2 თუ 3 პირის მთლიან კომპანიაში. თუ შეიძლება რომ აი ასეთი რეისი დაუკვეთოს პირობითად სუსმა, თუ რასაკ ფაქტია, რომ რეჟიმმა მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში ყველა უწყება ჩართო და დანაშაულის კვალის წაშლა ახლაც გრძელდება. უპრეცედენტო შემთხვევაა, მაგრამ ბაჩიაშვილის გატაცების საქმე სუსი იძიებს, ანუ ის უწყება, რომელსაც ბიზნესმენი გატაცებაში ამხელს. სუსმა საზოგადოება მოატყუა, როდესაც დაწერა, რომ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე მწვანე ზონაში იმყოფებოდა. განმეორდები, გაკეთებული არის განცხადება, რომ მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიება რაზე? მწვანე ზონაში როგორ აღმოჩნდა, სადაც არ ყოფილა ბაჩიაში. უფრო მარტივად რა გიხსნა, გამოძიება მიმდინარეობს ზოგადად ფაქტს. ანუ ერთი სუსი იძიებს თავად როგორ გაიტაცეს ბაჩიაშვილი ამ საქმეს? მე მესმის რომ ისევ ვკითხავთ, მაგრამ მარტივად ვასრულებ. მე ამ საქმის პროკურორი არ ვარ. ოლიგარქის პირადი მძევალი ახლა რუსთავის ციხეში. მშენებელთა ქუჩაზეა მოთავსებული. ის საკნიდან მისი სასამართლო პროცესის დღეს გამოიყვანეს. ეს კადრები სწორედ ამ ეტაპირებას ასახავს, როდესაც ბაჩიაშვილი განსაკუთრებული კონტროლით დახურული შენობიდან გამოიყვანეს და პატიმართა ეტაპირების ავტომობილში მოათავსეს. ბაჩიაშვილი სამარტოო საკანში არ არის. მასთან ერთად სასჯელს კიდევ ერთი პირი იხდის. ბაჩიაშვილს არ აქვს დარეკვის უფლება. საკანში ჯერ არ აქვს ტელევიზორი. გარესამყაროსგან ახალ ამბებს ბიზნესმენი მხოლოდ ადვოკატების საშუალებით იგებს.